დღეს ჩვენ ვართ ვენაში, ჩავედით ვენაში და ვიყიდეთ Lidl-ში რაღაცეები და დაგვიჯდა ჯამში 31, არა 30 евро და მოდი ერთად ვნახოთ რა დაჯდა 30 евро. მოიცა. პირველი ჩიპსი, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს. ვიყიდეთ ეს სალიამი, რომელიც როგორც ანუ მითხრა ძალიან გემრიელიაო. ისა ეს ისე რომ გამოჩნდა ესე ვიზავ. ამავდროულად ვიყიდეთ პიკანტი, პურზე წასასმელი. ვიყიდეთ guacamole. ეს წყალი ვიყიდე ჩემთვის და მაინტერესებს რამდენად კაი გემო აქვს. ნორმა. ასევე ვიყიდეთ ესეთი ორი ცალი იოგურტი. ერთი ჩანთაში არის კევი, რა თქმა უნდა. Red Bull-ი ორი ცალი და აქედან ერთი დავლიანე. და მეორეს ვერ ნახავთ. ამოსაწობი ჩიპსებისთვის. ასევე ვიყიდეთ ეს ის მეორე არის რაც ვთქვი. კიდე ერთი ჩიპსი. ყველი რა თქმა უნდა. კიდე რა გვაქვს არჩევანში. ერთი პური. ეს Kinder-ის რაღაცები არის, არ ვიცი, მე გავცინჯო. ასევე ეს დამავიწყდა რა ქვია ამას. დამავიწყდა მოკლედ, never mind. მეორე პური. კიდე რა გვაქვს არჩევანში? ეს მოცარელა ვიყიდეთ ერთ წალი. გაგიგვერდებათ და არ ვაკასინჯული და დამაინტერესა როგორი იყო. და შო, ეს არის. საქართველოში ალბათ ძალიან ძვირი დაჯდებოდა, მარტო ორ Red Bull-ში სავარაუდოდ გადავიხდიდით 12 ლარს. Cheers. გადავიღებ გერმანიაში, მაგრამ გერმანიაშიც Lidl-ში ვიყიდით და სავარაუდოდ იგივე დაჯდება რა. რავი. ჩვენთან ალბათ სავარაუდოდ 100 ლარამდე, ან 80 ლარამდე, ან 90 ლარამდე ავიდოდით და ეხლა არ დამიწყოთ ის რომ ევროში რო გადაიყვანო, ევროლარში რო გადაიყვანო, მაგრენი გამოვა, იმიტომ რომ აქ წარმოიდგინეთ, ევრო იგივე არის ლარი, ასე რომ